რესპუბლიკების ერთიან ოჯახში, ერთი შეხედვით ხავერდოვანი სიმშვილისა და სტაბილურობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას საბჭოთა საქართველოს წინაშე არსებული ისტორიული გამოწვევების მიმართ ყოველთვის პრინციპული პოზიცია ჰქონდა. იყო სისხლიანი 1956 წლის 9 მარტი. რუსეთის ჯინაზე ქართველი ბელადის პრესტიჟის დაცვის მიზნით გაერთიანებული ადამიანებით. საბჭოთა რეჟიმის სუსხითა და სხვანაირი საზოგადოებით. მე მახსოვს 9 მარტი 56 წლის. როდესაც ქუჩაში მოხდა ხვედა, დაიხვედა 500-დან 1200-მდე ქართველი ახალგაზრდა. მე მაშინ ერთი კვირა დაჭერილი ვიყავი, მოგამოვედი, რომ შევხედე ამ საზოგადოებას, რაც მიამბეს. ეს იყო მებრძოლი საზოგადოება, რომელსაც პობის ნასახი არ ჰქონდა. 10-ში, ესე იგი ხვეთის მეორე დღეს, გამოსული იყო ხალხი ქუჩაში. გამოსული იყო, აქეთ იდგა მეროპოლკი, აქეთ ხალხი, რამდენიმე ადგილას. და მიეტანათ იერიში, არ მიეტანათ, არ მიეტანათ, ყოველთვის გასწრაფდა. ეს გზებოდა თელდე. ხალხი ამ მუხტისთვის მზად იყო მასობრივად. და გარდა იმ ჩეკისტებისა და პატიმშაკებისა, რომლებიც იქით იყვნენ, თვითონ საზოგადოებაში ბზარი არ იყო. ჟანონაძეს ხელები აი აქამდე ქონდა სისხლში, ბავშვების სისხლში. მართალი ის თვითონ ამაში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას შეეძლო გაეფრთხილებინა ხალხი, ბოლოს რაღაცნაირად მისი დასტურიც როგორღაც მიიღეს. ამიტომ მას ეს დანაშაული აკმარეს. მას მეტი ღალატი აღარ თხოვეს მისი მმართველობის განმავლობაში. ჟანონაძე მიცა მასას ქურდების თავისუფალი საშუალება. იქ ქურდა მოიპარე რამდენიც გინდა. სახელმწიფოს მოპარე. ამან ხალხი გარყონა. ამიტომ ეროვნული მოძრაობის ახალ ტალღას, რომელიც 80-იან წლების დასაწყისში აგორდა და მანამდესაც, ამას უკვე სხვა მასა დახვდა ვიდრე მანამ. მე მახსოვს შემითავრეთ, რომ ახალგაზრდა ვიყავი თბილისში. თქვათ ასე ვიღიზებდი თბილისში. და ამ გაღვიძების თავარი მექანიზმი, არ ვიცი როგორ თქვა, იყო განცდა სიბნელის, უსამართლობის და ძალადობის და ტყუილის, რომელიც როგორც ოკეანე იყო ჩვენს გარშემო. და სულებით არ აქვს მაშინ მნიშვნელობა იმას, რა ხდება მოსკოვში და ეს რუსების ბრალია თუ ვისი ბრალია. ეს იყო ჩვენი ცხოვრება ქართველების და ქართველების მიერ ნათქვამი ტყუილი ქართველებში დაარსებული სიბნელე, მოძალება აკიდებს სახეშობები უბნევიან ტყუილთან თვალსაც ახამხადდნენ, გართმევენ უსამართლოდ რაღაცას, გახჩობენ, გუნავენ. და შეთქმაც არ შეიძლება არაფრის იმიტომ, რომ ენა გარშემო ენა ბუნებრივი ენაც გახდა ოფიციალური და რაღაცნაირი რიტუალური და ენაში რაც გტკიოდა ის სიხარული იყო. რაც არ აქონდა ის იმით თვითონ ვიყავი მდიდარი ენაში ყველაფერი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი მივიდა დასწრამდე, რომ დაავტოვოთ, შეინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენას, ქართული ენის გამოცხადება. 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ, როდესაც საერთო ეროვნულმა პროტესტმა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა, მასობრივად ეროვნული თვითშეგნების განცდის გამძაფრება მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა იმპერიის მსხვერპლის პარალელურად დაიწყო. ამ დროს გააქტიურდა დისიდენტური მოძრაობა და თითქმის იატაკქვეშეთიდან გამოვიდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ნეურავის უნდა ექნება ის ილუზია, რომ ეროვნული გამოთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო, იმიტომ რომ მწვანე შუქი იყო მიცემული ზევი და ერთ შემთხვევაში. ჩვენ გვიხდებოდა ესე ვთქვათ, ბრძოლა უმძიმესი წინააღმდეგობის პირობებში, როდესაც
ტოტალური დევნა და კონტროლი ხორციელდებოდა ჩვენზე საბჭოთა უშიშროების კომიტეტის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მუდმივი თვალყური დევნა, დარბევები, დაჭერები, ასეთი მეც გონია გარბაჩოვმა რომ გამოაცხადა ის გლასნოსტი და პერესტროიკა დამთავრდა იქ. არა, უშიშროების კომიტეტიც არსებობდა, დევნაც იყო, დარბევებიც თქვენ გახსოვთ ეს ყველაფერი. ატაკვის არც ერთი არ ყოფილა, ყველა მოქმედებდა ძალიან ღიად, ძალიან თავისუფლად მოძრაობდნენ, მოქმედებდნენ, ფინანსდებოდნენ კიდევაც ზოგიერთები, მაგრამ მათ მიმართ ახლა რეპრესიების მხრივ მე ახლა ვერც ერთი მათგანი ვერ წამოაყენოს ბრალდება. პირადად იცნობდით ამ ადამიანებს? რასაკვირველია ვიცნობდი. იქამდე სანამ ისინი გააქტიურდებოდნენ და არა, სანამ გააქტიურდებოდნენ, მე ვიცნობდი მაგალითად თამრიკოჩხეიძეს ვიცნობდი ის აქტიურული ჯერ კიდევ 78 წელს და ეს და 93 წელს, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავის აღნიშვნა ხდებოდა. ვიცნობდი მერაბ კოსტევას, რომელიც მაშინ დაკავებული იყო ზვიად განსახურდიას. ყველა სანამ ზურაბ ჭავჭავაძეს ვიცნობდი ძალიან კარგად. არავისარი და მეიდანის პოლიციებიდან უბრალოდ მასობრივი რეპრესიებზე ვერ წავიდნენ. უბრალოდ აღარ წავიდნენ, თუ ვერ წავიდნენ ეგ არ არის. არ წავიდნენ. და ესეც კარგია, კი ბატონო, კარგია, რომ ჩვენ ქართველებმა, ლატვიელებმა, ესტონელებმა, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ერებმა შედარებით ნაკლები მსხვერპლის ფასად მოიპოვეთ თავისუფლება, იმიტომ რომ თქვათ ეროვნული მოძრაობები დაწყებამდე 20-30 წელიწად იგივე ჩეხეთში და იგივე უნგრეთში ათასობით ადამიანი დახუცეს, მაგრამ არ განთავისუფლებულა. ეს პროცესი მარტო ერთი მხარის ძალისხმევის შედეგია, რასაც ადამიანს ახასიათებს უსაყრელი მოხდება, ყველაფერზე თავის თავზე მიწერენ და იქ არ არის ზნეობრივი. იმასაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, სოფლიოში პროცესი იყო, გარკვეულწილად თავის დამსახურება ჰქონდა, მაგრამ დამოუკიდებლობა ვერ მოეთხოვა ქართულს, არავინ არ გაჩუქებდა ტყუილია. რეფორმები, რომელიც 70 წელს მიტანებული საბჭოთა იდეის რეანიმაცია სჭირდებოდა, დროულად არ განხორციელდა. ამდენად თავად კომუნისტები მიხვდნენ, რომ საბჭოთა იმპერია სოფლიო ეკონომიკისა თუ პოლიტიკის ფერხულში საჭირო ტემპს ვერ მიაგნებდა და მისი მსხვერპლება საკუთარივე ხელით დაიწყეს. თავდაპირველად ეს პროცესი დასავლეთის ზეწოლით მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულ ერთი შეხედვით მშვიდ და უწყინარ ლოზუნგებში გამოჩნდა: გარდაქმნა, დემოკრატია, საჯაროობა. და ეს ხდებოდა, იმიტომ რომ ეს ხო იზოლირებული არ იყო სოფლიო ეკონომიკის, იდეური განვითარების, კულტურის კონტექსტში და ვერ გაუძლო ამ კონკურენციას. მით უმეტეს იგი შეერაღებაში ამერიკის შეერთებული შტატების და ეკონომიკა უკვე სულ ზღაპავდა საბჭოური ეკონომიკა. მერე ძალიან ოდიოზური რეჟიმი გახდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, დემოკრატიის. ეხლა გამოჩნდა მithom ეს ჩვენი ნოვატორები, გორბაჩოვის გუნდი, რომელთაც სულ შეკეთება. სოციალიზმი ჰუმანური სახით და შეკეთება, ასე ვთქვათ, ამის ამ წყობილებს, მაგრამ არ გამოვიდა. საბჭოთა წყობილების შეკეთება არ გამოვიდა. გარდაქმნის სუჯეტი. გარდაქმნის ამდენ. გარდაქმნის გჯერა. აღიარა საბჭოთა კავშირმა, რომ არსებობს რაღაცა ნორმები ცხოვრების, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს. ანუ ადამიანის უფლებების არსებობა აღიარა, როგორც ფაქტი. ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, დიდი მასშტაბის ტორპედო, რომელიც შეუგდეს ამ საბჭოთა წყობილებას. ამან იმუშავა. საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა, რომ ეს სიმულანტა ადამიანური სახე მაქვს. ეს სიმულანტა ორფერზე დავდივარო. მოიგონეს მათ, ასე ვთქვათ, ჩარევა მსოფლიო საზოგადოებაში, რომელიც ორფერზე დადის. ეს მათთვის განაჩენი იყო, მაგრამ იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. აი ამის ფონზე უკვე შეიქმნა რაღაცა დისიდენტული მოძრაობის შესაძლებლობა. ისტორიული პროცესები ავტომატურად კი არ ხდება. ეს არის ადამიანური ძალისხმევების და ამავე დროს ობიექტური კანონზომიერების შედეგი. ამ გამოწვევამ საბჭოთა ადამიანებს ცნობიერების ტრანსფორმაცია მოსთხოვა და გააჩინა მთავარი ამოცანა: ყველას მაქსიმალურად გონივრულად გამოეყენებინა ეს ხელსაყრელი ისტორიული მომენტი. ამ ცოცხალის სხეულისთვის, რომელსაც საქართველო ქვია და რომლის ნაწილი მე ვარ და თქვენ და ჩვენი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები და ასე შემდეგ,
ამ სხეულის დადგა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი. და ამ მომენტის გაგება და ახსნა დაკავშირებულია წარსულის წარმოდგენასთან. პასუხთან იმაზე რა არის წარსულის პრობლემა და რა წარსული ლაპარაკობს ჩვენში. უეჭველად ლაპარაკობს. ეს ისტორიული მომენტი ასეთი რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენთვის ამ სხეულისთვის დადგა ჟამი გარკვეული ველიდან გამოსვლისა და სხვა ველში შესვლისა. რას ვეძახი ველს? ველი არის რაღაცა სოციალური, ისტორიული სივრცე, დასტრუქტურებული რაღაც ძალებით. ეს ძალები ადამიანებში ცხოვრობენ, მოქმედებენ და ეს ძალები არის პათოსები, ვნებები, წარმოდგენები, სურვილები და ფსიქიური ენერგიები. ამ საზოგადოებაში პირველად ვერც კომუნისტური პარტიის წინაშე, რომ მუდამ ვიქნებით მამათა საქმის ერთგული, ვიშოვეთ ისე, როგორც ამას გვასწავლის დიდი ლენინი, როგორც მომიყოდებს მშობლიური კომუნისტური პარტია და ერთმანეთს მთელი კომკავშირული მგზნებარებით და სიმართლით ჟღერდეს თავდათა საფიძარი სიტყვები, ეგრევე დავიცვათ სოციალისტური რევოლუციის მონაპოვარები, თავდადებით ვერწაკუოთ ჩვენი პარტიისა და ხალხის დიახ საქმეს, მთელი ახალგაზრდული ძალა და უნარი მოახმაროთ სოციალისტური სამშობლოს ზეამოსილ წინსვლას. ბატონ ჯუმერ, 80-იანი წლები, მე-20 საუკუნის 80-იანი წლები საქართველოს ისტორიაში არის ეპოქალური ცვლილებების დასაწყისი, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, ზოგადად საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ცნობილი გარდაქმნა, საჯაროობა, დემოკრატია. აი თქვენ მაშინდელი საბჭოთა საქართველოს პირველი პირი ბრძანდებოდით. რამდენად მზად იყო საქართველოს მოსახლეობა პირადად თქვენ აი ამ ცვლილებებისათვის? არა, გარდაქმნა აუცილებელი იყო, ამას მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანი ასე ფიქრობდა. ახლა როგორ ვიყავით მზად, ეს მეორეა, მე განუნა შემდგომაც ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ყველა ერთნაირად ვერ წარმოიდგინა, რას ნიშნავდა თავისუფლება. თავისუფლებას აქვს თავისი ახლა პარამეტრები არა, განსაზღვრა რა დოზით, როგორ, მაგრამ იმ გარკვეულწილად იმ ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ საკმაოდ რთული იყო გადასვლა უმტკივნეულად. ეს ტკივილი ყველაზე მეტად ჩვენ გამიცადეთ საქართველოს. სხვა ქვეყნებმა, ვისაც მეტნაკლებად უფრო უკეთესი გამოცდილება ჰქონდათ წარსული, ბალტიისპირეთი და კიდევ, მე არ მინდა ახლა მოლდავეთი და ახლა სხვა რესპუბლიკებს არ შევეხები, ჩვენზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა იმდენად, რამდენიც არ მოხდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რა გვინდა ჩვენ. დამოუკიდებლობა მარტო არ ნიშნავს, რომ ლოზუნგით გამოხვიდე და დამოუკიდებლობა გამოაცხადო. დამოუკიდებლობას აქვს თავისი ყველა წინაპირობა. თუ ქვეყანა დამოუკიდებელია, როგორც ოჯახი უნდა იყოს დამოუკიდებელი და რომ იყოს სხვაზე, არც სახელმწიფო არ იყოს სხვაზე დამოუკიდებელი. თუ არ აქვს შენი ეკონომიკა, თუ არ აქვს შენი სოციალური ინფრასტრუქტურა, რომლითაც უზრუნველყოფილი არის საზოგადოების ყველა წევრი, თუ არ აქვს პერსპექტივა ეკონომიკის განვითარების, რიგი არ არის დაკავშირებული, ინტეგრირებული არ არის იმ მოწინავე ქვეყნებთან და იმ ეკონომიკასთან, რომელსაც იმ ქვეყნებმა მიაღწიეს, ამ შემთხვევაში ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნებოდა. ერთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში თუ ხარ, რომელიც იყო ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, როგორ შეიძლება ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვოს, როცა ყველა ესე იგი აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთთან იყო იქ გადაჯაჭვული, ხო? ეს თავისთავად უკვე დემაგოგია იყო, მაგრამ აი ესეთი ის იყო, ჩვენ მზად ვართ, არ ვართ, მზად ვერასდროს ვერ იქნები, თუ შენ თვითონ არ მომზადდი. თუ შენ არ მოგამზადეს, თუ სიტუაციამ არ მოხდეს, თუ შენი თავი შენ თვითონ არ მოამზადე. ამიტომ ეს ლოგიკა არასწორია, რომ ესე იგი იყო თუ არა საბჭოთა ადამიანი მზად, საბჭოთა ადამიანი საერთოდ აბსტრაქტული ცნება. ეს ქართველი ადამიანი. პიროვნების სიდიადე განსაზღვრება იმის ამიტებით თუ ამდენად ვისწრებს ის რომ მე რომ საზოგადოება 10 წელი არ არის მზად, იმიტომ რომ ვაცხადეთ რომ საქართველოში ქართველების 90% არიან მონები. მაგრამ ამათ უცადოთ ჩვენ ესენი როდის მოლიმზად მე ირაკლის წელიწადს მინდოდა რომ ის არის რომელმაც წარმოიშვა დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, ვახტანგ გორგასალი, ვაჟა ფშაველა, კონსტიტუციური ყოფილიყო თავისუფლება. დემოგრაფიულმა კატასტროფამ
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხალხის მზადებაზე ფიქრი ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე გაცილებით ადრე. ერთი მრგვალი მაგიდის ირგვლივ დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა თავად ლიდერთა ცნობიერების ტრანსფორმაცია და კუთვნილი ადგილის ძიება ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ეს პაპაჩემის დანატოვარი მაგიდაა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სწორედ აქ დავიწყეთ 87 წელს ჩვენ შეკრებები გარკვეული წარმომადგენლებმა მომავალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის კონსტანტინე გამსახურდიამ კოკოგან, რომელიც ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი იყო, ირაკლი წერეთელმა, მერაბ კოსტავამ, დათო ტურაშვილმა, მახსოვს თედო პაატაშვილის შვები, მე კარგად პასუხის დღე, როდესაც აქ ბატონი ზვიად გამსახურდია გვესტუმრა. იზედა მე რაღაცნაირად ფართოვდებოდა ეს წრე და ეს მაგიდეს ეს არც ყოფნიდა მაგიდის მასშტაბები. ხალხ ვიკრიბებოდით, ხან სხვაგან ვიკრიბებოდით, მახსოვს, როდესაც ვეპატიჟებოდით არა მხოლოდ ესე ვთქვათ პოლიტიკური საქმიანობაში ჩართულ ხალხს, ასევე მეცნიერებს, მაგალითად მერაბ მამარდაშვილს, მახსოვს, ძალიან საინტერესო მისი საუბარი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ესე იგი ჩვენი მსჯელობები როგორ იყო, იცით, თან იყო ეს დისკუსია, ანალიზი ყოველივე იმის, რაც ხდებოდა მაშინ საბჭოთა კავშირში და მთლიანად გლობალურად სოფლიოში, აი ეს ძვრების პროცესები და თან უშუალოდ ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში ანალიზდებოდა და მე უკვე გადავდიოდა პრაქტიკულ საკითხებიც, აი რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. მაშინ სრული კოორდინაცია და მოვლენათა ანალიზი მართლაც არსებობდა. თუმცა დიადი მომავლისათვის ბრძოლის გზაზე ყველამ ბელადის როლი ვერ მიიღო და ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც ქართული წესისა და რიგის მიხედვით მალევე დაიღალნენ იდეალებისაგან. კონფრონტაციას რეალურად სხვა საფუძველი ჰქონდა. კონფრონტაციის მიზეზი იყო არა არჩევნებისადმი განსხვავებული, რეალურად და გულწრფელად ვთქვათ, არამედ განსხვავებული დამოკიდებულება თვითონ ეროვნული მოძრაობის გარკვეული ლიდერების მხრიდან ერთმანეთისგან. გამიგეთ? და ამიტომ პასუხისმგებლობა ფაქტიურად აი ამ დაპირისპირებაზე ორივე მხარესაც. და ნებისმიერი ხალხების მიზანი უნდა იყოს ერთი, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. განხეთქილებამდე და კონფრონტაციამდე ლიდერებმა საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის ბრძოლა ერთსულოვნად დაიწყეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის არის. ამ არის დღეს აღნიშნავს საქართველოს ფერი მართლიანი. მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა გავუსწროთ იმას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არის აღნიშნავს. რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ჩვენ არ გაგვაშინია და არც საზეიმობა ძალიან ბევრი და პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით მასშტაბური საინფორმაციო საგანმანათლებლო მიტინგის ჩატარება იყო. მაშინ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა როცა დაიწყო, ჩვენ დავგეგმეთ 26 მაისის აქცია. პირველად, რომ აღგვენიშნა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და როცა შევიკრიბეთ, ამასთან დაკავშირებით დაიწყო კამათი, სავსებით ლოგიკური, იმიტომ რომ ბევრი ამბობდა, რომ ზოგიერთი ამბობდა, რომ მიტინგის გამართვას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ადამიანებმა საზოგადოების 90%-მა ალბათ შეიძლება უფრო მეტიც არ იცის ელემენტარულად რა არის 26 მაისი. მაშინ მართლაც და ადამიანებმა ბევრმა ყოველ შემთხვევაში არ იცოდნენ რომ 26 მაისი ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და რომ 1918-21 წლებში საქართველოს იყო დამოუკიდებელი სახე. ამიტომ იყო ეგეთი აზრი, მოდი ჯერ ეგება საგანმანათლებლო რაღაც ხასიათის ისინი ღონისძიებები მოვაწყოთ, კონფერენცია ის გავავრცელოთ ბუკლეტები ისინი რომ ხალხმა გაიგოს რა არის 26 მაისი. ცოტა ცინიკური დამოკიდებულება ხდება. როცა განმანათლებლობა უკვე დამთავრდა.
გამსახურდია შემდეგ, ალაქტიონის შემდეგ, იგივე ოთარჭევაძის შემდეგ ჩვენ რა უნდა განაერთება განგვენათლებინა ერი. ქართველებს განმანათლებლობა არაფერ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან განათლებული და ძალიან უჭიერია, მაგრამ აი თავისუფლება ჭირდებოდა, იმიტომ რომ ერი იყო ოკუპირებული და ანექსირებული და რა გუწევთ ვილაპარაკოთ დღევანდელსაც იმას მოწევს, რომ თავისუფალი ადამიანი რასაც ქვია, ეს საქართველოში ეხაც პრობლემაა. დემოცრატია. და ამიტომ მე ვჩხუბობდი ამაზე, რომ მე ვთქვი, მე ვარ განმანათლებლობელი მეგობრების ლიდერი და ვისაც გინდათ განმანათლებლობა, ანათლებელი და მე უნდა ვიბრძოლო თავისუფლებისა და სულ ცხუდი მქონდა. მიტინგები და მანიფესტაციები ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საზოგადოების ცნობიერების ტრანსფორმაციისათვის მართლაც ყველაზე კარგი ხერხი აღმოჩნდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ხალხისგან წამოსულ ნებისმიერი სახის პროტესტს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება ლოიალურად ხვდებოდა. კომუნისტები 26 მაისის ოფიციალურად აღნიშნავს მართლაც დასთანხმდნენ. ამ მოვლენის შესახებ იუწყებოდა 1988 წლის 25 მაისის გაზეთ კომუნისტის პირველი გვერდიც. ერთსაც მოგახსენებ და შეგიძლიათ ეს კიდევ გადაამოწმოთ, ნახოთ რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე პირველად მე გამოაცხადე. ეს გამოქვეყნდა კომუნისტში, რომელიც არ ეს სიამოვნათე. ამის თეორიაზე მე შენიშვნა მივიღე მოსკოვში ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა, რომელიც იდეოლოგიას ხელმძღვანელობდა, რას ნიშნავდა 26 მაისი. როცა აუხსენი მე რას ნიშნავდა, რასაკვირველია მან კი მივიღე ჩემი პასუხი, მაგრამ როგორ დააკმაყოფილა და როგორ დაიკმაყოფილა თავი, მე ამის თქმა ეხლა არ შემიძლია. და ჩვენ უნდა მიახლოთ ახალ 26 მაისს, რომელიც აღარ შეიძლება, რომელსაც ვეღარ შეცვლის ახალი 25 თებერვალი, აღარ უნდა განმარტოს, უცხოელიკოს, აუცილებელი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო. მაშინ პროტესტი როცა გამოიხატებოდა საზოგადოების მხრიდან, თუ კი ეს მოხდებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან სარისკო იყო, მაგრამ თუ კი ხდებოდა პროტესტი საზოგადოების მხრიდან, მას ყოველთვის უფრო მეტად მოსდევდა ხოლმე შედეგი და უფრო ეფექტური იყო ეს პროტესტი, ვიდრე უკვე შემდგომ პერიოდში, როდესაც ეს პროტესტი გარკვეულად გაუფასურდა, ასე რომ ვთქვათ, და დღესაც კი ამ საზოგადოებრივ პროტესტს ისეთი შედეგები არ აქვს დღეს, როგორც ჰქონდა მაშინ. ტრანსკავკასიის რკინიგზის ბარბარასული პროექტის ჩასასვლელად და მან მიაღწია მიზანს. შედეგი გამოიღო პირველმა მასობრივმა საპროტესტო ტალღამაც, რომელიც ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის გამო ახლად ფეხადგმული სტუდენტური მოძრაობისა და ინტელიგენციის ეგიდით აგორდა. სარკინიგზო მაგისტრალ საქართველოს ტერიტორია ხევსურეთიდან სამხრეთით თბილისამდე უნდა გადაეკვეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არამხოლოდ ეკოლოგიურ კატასტროფას უხდიდა. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობა კავკასიონის გულისა და მასტაკისის ველზე არსებული უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების გადასარჩენად. ადგილი ქონდა ეგეთ ამბავს, რომ ესე იგი გადათხარეს საფლოების, რომ არქეოლოგებს არაფერი არ უკითხიათ. ტრანსკავკასიური რკინიგზა აი სტუდენტთა ერთი ჯგუფისათვის, ფილოლოგების ერთი ჯგუფისათვის მაშინ აღმოჩნდა ის პრობლემა, რომელშიც ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის მანიფესტაცია, შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ტრანსკავკასიური რკინიგზა გარდა ბევრი სხვა პრობლემისა, მაშინ უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებული რუსიფიკაციის პრობლემასაც და ძალიან მტკივნეულად აღიქმებოდა ეს მაშინდელ საზოგადოებაში. თუმცა ეს საზოგადოება იყო საკმაოდ ვიწრო, ვინც იმ ადამიანების ჯგუფი, რომელიც აი ამ პრობლემაზე ფუნდამენტურად მუშაობდა. ამ პერიოდში ჩვენ მოგვიხდა ურთიერთობა ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტთან. ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერს უდგებოდნენ დიდი პასუხისმგებლობით და დიდი პროფესიონალიზმით. ჩვენ თავიდანვე ინფორმირებული ვიყავით, რომ ასეთი მაგისტრალის გაყვანას აპირებდნენ და ნამდვილად უნდა გითხრათ, რომ იგვაჩნდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ტრასა და გზა, ასე ვთქვათ, საქართველოს დაღუპვისკენ მიმართული. ჩვენ მივედით რამდენიმე კაცი პატიაშვილთან ველაპარაკეთ
პატიაშვილი ძალიან დინჯად და დაფიქრებულად მოიქცა. მან ერთშენიერ დღეს შემოგვიცვალეს, რომ აი ამ ადგილას მობრძანდით იქნება ავტობუსები, რომ გავიაროთ ეს გზა. და იყო ძალიან რთული მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ბევრი უჭერდა მხარს ამ გზის გაყვანას. არა მარტო მთავრობის წარმომადგენლები, ეგვიწევრი ინტელიგენციის წარმომადგენლები ზოგიერთები უჭერდნენ მხარს. ყველაზე მძიმე იყო ის გარემოება, რომ უკვე მუშაობა დაწყებული იყო. გზა იქნება, არ იქნება, ამ მხარეს ჭირდება მოლაპატრონობა, ხომ ასე? ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იმოცულებით, რომ რაც დაწყებულია, ეს რაღაც ლოგიკურ იმამდე დამთავრდეს. მაშინ მახსოვს ამ დელეგაციაში ერთადერთი ქალი ვიყავი მე და ორი ახალგაზრდა გოგონა იყო. ერთი იყო ფიქრია ჩიხრაძე და მეორე არ მახსოვს კიდე ვინ იყო მასთან ერთად. მაგრამ ისე გააკეთეს, რომ ესენი სხვა ავტობუსში იყვნენ, მე სხვა ავტობუსში, რომ ჩვენ ერთმანეთს და ეს რაღაცა მომენტში მე ვკითხე, ვინ ხართ მეთქი თქვენ? და მითხრეს, ჩვენ წამეთან მოძრაობიდან ვართ. სხვა ავტობუსში ჩავსხეს მე და რა თქმა უნდა, იქაც კონსპირაციულად მოვხვდით მე და ჩემი მეგობარი. შემთხვევით გავიგეთ, რომ ასეთი რამ ხდებოდა, ერთ-ერთმა პროფესორმა გვითხრა. იყო ორი ავტობუსი, მაშინ იყო იქ ბევრი ცეკას მდივანი, ცეკას სხვადასხვა მდივნები იყვნენ, მთავრების წევრები. გავიარეთ ეს მარშრუტი თავიდან ბოლომდე, არქეოლოგიური ძეგლები, სადაც იყო და ნასტაკისის ველზე პრობლემა ექნებოდა არქეოლოგიურ ძეგლებს. მერე შემდგომ ჟინვალის წყალსაცავთან ადიოდა და იქ ძალიან სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა იყო. როგორ თვლით, ეს კარიერი არ აქვს აბინძურებს იმ დონეზე, როგორც სასმელ წყალს თუ არა? ეს კარიერი არ აქვს, აი კიდე უნდა ალბათ ასე ცალსახაძნელია პასუხისგაცემა. და ბოლოს მივედით იმ გვირაბთან, გვირაბის პორტალთან, ასე ვთქვათ, საიდანაც იწყებოდა კავკასიონის გულის გამოჭრა და დღეს ახლა ჩვენ თუ ლაპარაკობთ როკის გვირაბზე და ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით ლაპარაკობს ამ გვირაბზე, ჩვენ მაშინ ეს პროექტი რომ განხორციელებული იყო, მივიღებდით ახალ, ასე ვთქვათ, კიდევ გვირაბს და კაცმა არ იცის რა დანიშნულება შეიძლება ქონოდა. მასალეთ მეთქი ბატონო. სტუდენტებისა და ინტელიგენციის, არქეოლოგებისა და ისტორიკოსების არგუმენტირებული პრეტენზიების მიუხედავად, განსხვავებული აზრი ჰქონდა ხევსურეთის მოსახლეობას, რომელიც ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობაში საკუთარი ყოფის გაუმჯობესებასა და დასაქმების პერსპექტივას ხედავდა. საავადმყოფო ცენტრებიც გვინდა, ბაგაბაღიც გვინდა, სკოლაც გვინდა. თუ არ იქნება რკინიგზა, ვინ თავად ხევსურეთში დავბერდი ხალი ჩვენ იძულებული ვართ წაიქეთ. აი თურქინიგზა არ იქნა, მაგრამ გზა იქნა, სკოლები აშენდა, ყველაფერი ხედა. მასაც წავიდეთ. კი ბატონო, ჩამოვალ ქალაქში და მომეცი სახლი დავსახლდები, რატო არა? კი ბატონო, ჩამობძანდები ქალაქში და მომეცი სახლი და ვიცხოვრებ. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სოფელი დაიცალა, ქალაქში წამოვიდა და ჩვენ რომ მოვკვდეთ აქ დამარხველი არავინ არ გვეყოლება. ჩვენი ახალგაზრდობა გასული აქედან და შეგვიწვით ხელი, გთხოვთ რომ რკინიგზაც გაგვიყვანეთ, გასაქანიც მოგვეცით, ხელით შეგვიწვით და ახალგაზრდობა დაუბრუნდეს ისევ სოფელში და დაუბრუნდეთ ისევ მთისწორო. ქალაქს რა გიხარიანთ თუ გლეხმა ხელი არ შეგიწვით და ჩინოთ თავი. წავიდეთ, მოვიპაროთ, ვიქურდოთ? ფიქრია მოვიდა ჩემთან და მითხრა რა ვქნათ, როგორ წავიდეთ წინააღმდეგიო. ხა მე ვიცოდი რომ ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ვიყო цаრიელი ფურცელი და ასე ვაჩვენე ზეგი. უნდა ჩამოიაროთ და მოაწერინოთ ხე. ადგილობრივი მოსახლეობისა და პროექტის მხარდამჭერთა პროტესტის მიუხედავად, სტუდენტებისა და ინტელიგენციის ზეწოლით ზუსტად ერთ წელიწადში საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. და ამ ერთი შეხედვით უტოპიური და საეჭვო პროექტის განსახორციელებლად დაწყებული სამუშაოები სამუდამოდ შეეჩერებინა. მე მგონია რომ მაინც ამ პროტესტმა თავისი გარკვეული გავლენა მოახდინა, თუმცა როდესაც შეაჩერეს, უკვე წავიდა ლაპარაკი. ვინ ეკითხებოდა ინტელიგენციას, ვინ კითხა ინტელიგენცია, რა მაგათი საქმე იყო, ან ვინ რა ანგარიში გაუწია, მაგას აფინანსებდა მოსკოვი და მოსკოვმა აღარ დააფინანსა. ესე იგი, იცით აი ესე, გაბითურება.
ძვირფასო მეგობრებო, ხალბატონებო და ბატონებო. ამ წლის 21-22 სექტემბერს თქვენთვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ერთ დიდ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო თბილისში მიტინგი 2 დღის მანძილზე. ეს პრობლემა გახდათ ყველასათვის ცნობილი დავით გარეჯთან არსებული პოლიგონის საკითხი. არანაკლებ ხმაურიანი იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის მიზნით დაწყებული საპროტესტო მოძრაობა. 80-იან წლებში ამ ტერიტორიაზე საკავშირო სამხედრო პოლიგონი იყო განთავსებული. იქ მიმდინარე წვრთნები დავით გარეჯის უნიკალურ ფრესკებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. გარეჯის ირგვლივ ატეხილი ხმაური ფართომასშტაბიანი სტუდენტური მოძრაობის დასაწყისად იქცა. ეს იყო პირველი ხმამაღალი და სახიფათო პროტესტი ქართველი ახალგაზრდების მხრიდან, რომელმაც საზოგადოების ყველა ფენის ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ ემსახუროთ ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს. ერთადერთი სამშობლო ჩვენთვის საქართველო. არ არსებობს, მე რომ ბავშვობაში მატყულებდნენ, სკოლაში რაღაც ისწავლეს მეუნებოდნენ. არ არსებობს, ჩვენი სამშობლო არის ერთადერთი საქართველო. და უნდა ვესახუროთ საქართველოს. იმად გასაგროთ, რახანეს ტელევიზიით იწერება, მინდა ვთქვა, ვინც გოგონებს ცემდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. იმად ცოტა დაფიქრდნენ მაინც ვიზე წევრი ხელს. და კიდევ ერთი, ვინც იარას მივიზნებდა. კი ბატონო, ჩვენ უთქვიათ სისხლი დაუღალოთ და რაღაცები. კი ბატონო, სისხლი იმ შემთხვევაში უნდა დაუღალოთ, თუ გამართლებული იქნება. კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ. აი, თუ გვინდა გვესწრონ, კი იარას რომ იმის გვესწროს, თუ ჩემი სიკვდილი გამართლებული იქნება, როგორმე. თუ ეს გამოფხიზლების ფაქტოს მაინც შექმნის, საქართველოში მზად ვართ ამისთვის, კაცო, გვესწრონ. რობა კიდეს რაღაც ეგეთი რაღაც ნათქვამი. თუ ჩვენ გავწირა, ჩვენ რომ წავიდოთ, ჩვენ არ გავწიროს მიწა ქართული. იქნება მიტინგი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი არ გადაწყდა იმდაგვარად, როგორც მე მოგახსენეთ, იმ მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიქნები. გარეჯის თემა უკვე შემოიტანა ძალიან დიდი მასობრიობა ამ მოძრაობაში და მე უკვე მართლაც გაჩნდა სტუდენტური მოძრაობა, სადაც არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაებდნენ და ჩაება მთელი საქართველო. არ იქნება არც ერთი საკითხი დაკავშირებული საქართველოს ხვალიდელ დღესთან, დღევანდელობასთან, რომელსაც თქვენთან მონაწილეობის გარეშე, თქვენი მონაწილეობის გარეშე, თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე ჩვენ განვიხილავთ. პრობლემა არის ეკოლოგიური, პრობლემა არის დემოგრაფიული, პრობლემა არის ეროვნული. ეს საკითხები ასახავს ნახავს მუშობაში. მე პირიქით მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოახსენო აუდიტორიას განსაკუთრებით იარუს, ვინაიდან ისინი დაახლოებით რამოდენიმე საათის განმავლობაში ასე გულხურვალედ ხარს უჭერდნენ შეკითხვებსაც, ნაწილობრივ პასუხსაც, მაგრამ იყო ერთსულოვნება, იყო ერთი მიზნისადმი სწრაფა და ეს არის ყველაზე მთავარი. აი ამისათვის ვიბრძვით, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მე ძალიან გთხოვთ, რომ მომავალშიც ერთ საკითხისადმი, პრობლემებისადმი იყოს ერთსულოვნება, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და არ არსებობს პრობლემა, რომლებსაც საქართველოს მისი პარტიული ორგანიზაცია, მისი ხალხი, ახალგაზრდობა ვერ გადაწყვეტს. თქვენ ხართ ამის მამოძრავებელი ძალა, ამიტომ თქვენ უნდა იაროთ, ძინა პლანზე უნდა იყოს ლოკომოტივა ჩვენი საზოგადოების. გარესთან დაკავშირებით მე ისეთი დაამომივიდა მათ შორის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრთან იაზოვთან, რომელიც დაუკითხავთ რა ის დადიოდა ესეც ჩემს გარეშე, მაგრამ საქართველოში ჩამოფრინდა ყოველ შემთხვევაში დილით გავხდა ცნობილი ჩვენთვის 9 საათზე. აინტერესებდა გარეჯის კომპლექსი, ვინაიდან დავალება ჰქონდა, რომ გარეჯის კომპლექსზე საერთოდ ეს უნდა აღარ მოყოფილიყო პოლიგონი. და როცა დამიწყო ვაჭრობა, მე ამ ვაჭრობას არ მოусმინე და მოწვე მყავს ერთი ქართული ვაჟკაცი, რომელიც მეუბნებოდა რაშია საქმე, მოდი მოვილაპარაკო და მე აღარ მოусმინე. არ მოусმინე იმის გამო, რომ აზრი არ ქონდა. აზრი არ ქონდა საუბარს, როცა დავალება გაქვს, შენ ხარ მინისტრი, უნდა შეასრულო პოლიგონის გაუქმების თაობაზე. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, კერძოდ ჩემი თაობა, ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმ დრომდე ცოცხლები დარჩით, როდესაც აი ასე ვითარებაში, აქეთ სტუდენტები, აქეთ მასწავლებლები, აქეთ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მთავრობის წარმომადგენლები გამოვდივართ და თავისუფლად ვლაპარაკობთ ჩვენს აზრს. ამას დაფასება უნდა. ცუდად ნუ გამიგებთ. ამას დაფასება უნდა და გარკვეულად
ზონის გრძნობაც საჭიროა. ითქვა უმაღლესი ტრიბუნებიდან და ჩვენც ვამბობთ დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიასაც სწავლა უნდა. ჩვენ არ ვართ მზად მთლიანად დემოკრატიისათვის. იმიტომ რომ ჩვენ ისე დავიბადეთ და გავიზარდეთ, რომ დემოკრატია სიტყვა სულ სხვანაირად ვიქადაგებდნენ რას ნიშნავს. კი გვესმოდა რომ ეს ასე არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხმას ამაზე არავინ არ ვიღებდით. გასაგებია რომ ჩემი თაობის და მომდევნო თაობის ადამიანებსაც იმდენი ასე ვთქვათ გამბედაობაც, ვაჟკაცობაც და პირდაპირობაც არ გვაქვს, რამდენიც უფრო ახალგაზრდებს. ჯერ ერთი ეს ასაკობრივი ამბავიც არის და მე ისიც არის გასათვალისწინებელი თუ რა პირობებში გავიზარდეთ ჩვენ და რა პირობებში იზრდებიან უკვე ესენი. იმიტომ გამოვთქვამდი ასეთ აზრს, მე გავიზარდე საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მე გავიზარდე იმ დროს, როდესაც ჩვენ საშინელ რეპრესიებს განვიცდით. მიუხედავად ამისა, სხვათა შორის ჩვენი აზრი, ჩვენი დამოკიდებულება, ამ ხანაგები ერთმანეთში მეგობრები ვლაპარაკობდით კიდეც და ყველაფერს, მაგრამ ვთვლიდით, რომ ისეთი რეჟიმი არსებობს, რომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. რაღაცა უნდა თქვა, მაგრამ უნდა თქვა ცოტა ისე რომ დიპლომატიურად იყოს, რომ აი კი არ ამტრევ ტყუილად კარებს, არამედ ასაბუთებ, რომ იქნება ასე ჯობია, იქნება ასე უკეთესია. რადიონოვი იყო და კონდა დისკუსია. ნუ მე ვატარებ ეკლესიები და ვაჩვენე ფრესკები რა არის, რა სიმდიდრეა, რას წარმოადგენს და აი იღუპება ყველაფერი ეს. და ცოტა გაუფრთხილდეთ ამას. ერთმა გენერალმა მითხრა, რომ ჩაბზანდიცო ჩემთან მანქანაშიო და მე რა უთხარი. Რა იყო მე ვთხარი, одна хибарка у вас здесь стоит, и из этой мы говорит не можем здесь у нас говорит свои эти. Из-за этого я говорю, одной хибарки вот это должно все гибнуть. Вы посадитесь в машину, я вам покажу, какая у нас хибарка. Чамсва манканაში. Აი მივედით სრულიად ცარიელ ადგილას, მივედით ამოიწია ის და შევედით მანქანით. ახლა უკვე შემეშინდა. შევედით და მეუბნება. Нажмете на эту кнопку, полетят вертолеты. Нажмем на эту кнопку, полетят самолеты. Нажмем на эту кнопку, выйдут БТРы и... Рогомоведить, Митха, давайте посмотрим и другие такие объекты. И говорю, не хочу, а нахла шемешинда. მივხვდი იმასაც, რომ თუ მოხდებოდა ის, რაც მას არ მოეწონებოდათ, რომელში შევიდოდნენ, რომელიც აი ესე თავისით აიწეოდა, ჩემი თვალით უყურე, როგორ აიწია. ვიწა იყო, ბალახი იყო, არაფერი არ იყო. აიწია და სად შევედი, რას იზამდა. დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც კატეგორიულად უარყოფითი იყო. სტუდენტების აქტიურობითა და ხელისუფლების პრინციპულობით ამიერკავკასიის სამხედრო სარდლობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ეჩერდა, იმიტომ რომ დაინახეს ჯერ ერთი რადიდი იყო, ახალგაზრდები იყვნენ ძალიან ბევრი ამაში ჩაბმულნი და რაც მთავარია, ნუ რაღაცნაირად ეტყობა იმათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ახლა როდესაც მე იმან დამყავდა სხვადასხვა ეკლესიებში და იმაში, იცით Грозновки, что ради Бога, что, ой, Господи, какая прелесть, это же богатство. Титона там был. Это культура, да, мы нас не будем, это культура грузинского народа. Это не только грузинского народа, это культура, которая внесла свой вклад в мировую цивилизацию. Давид Гаридзе დღეს ხმას არავინ არ იღებს. ვინაიდან აღარ არის პოლიგონი, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობა იქ ახლოსაც არ გვიშვებენ. თანდათან ეროვნული მოძრაობის ძირითად საყრდენ და მამოძრავებელ ძალად ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობა იქცა. სულ უფრო ძლიერდებოდა უნივერსიტეტის პრეს-კლუბი, რომელიც თავდაპირველად ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი იყო. თუმცა სტუდენტური მოძრაობის რადიკალიზაციის ნიშნები უკვე არსებობდა. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იყო ალალად კეთილგანწყობილი და მოწადინებული, რომ სტუდენტური მოძრაობა ყოფილიყო ძლიერი. იყო რაღაცა ფრთა, რომელსაც უნდოდა, რომ სტუდენტური მოძრაობა მოექცია ბუნებრივია საკუთარი გავლენის ქვეშ. რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს, ვამბობ, ჩვენ
ვცდილობდით რომ კარგი ურთიერთობა გქონოდა ყველასთან, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ სტუდენტობა მაინც ყოფილიყო თავისთავადი და დამოუკიდებელი ძალა. გამორჩეულად კარგი ურთიერთობა გქონდა ჩვენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან, ზურა ჭავჭავაძესთან, განსაკუთრებით მერაბ კოსტავასთან გქონდა ძალიან თბილი და ადამიანურად მართლაც საოცარი ურთიერთობა, იმიტომ რომ მერაბ კოსტავა ჩვენი თაობისთვის მაშინ იყო გაუტეხელობის ძალიან სერიოზული სიმბოლო და ადამიანი იყო ძალიან თბილი, არ შეიძლებოდა რომ ისადმე ეს გრძნობა არ გქონოდა. ცოტა უფრო დისტანცირებული ურთიერთობა გქონდა ზვიად გამსახურდიასა და გია ჭანტურიას ფრთასთან. თუმცა ურთიერთობა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის ვცდილობდით რომ ჩვენი მოქმედებები არ ყოფილიყო მათთვის რაიმეთი ხელის შემშლელი და ასევე ვთხოვდით ხოლმე მათ რომ რასაც ჩვენ გეგმავდით ის ყველაფერი უნდა წასულიყო ჩვენი სცენარით და არ გვინდოდა ხოლმე რომ იქ შემოსულიყო რაღაც სხვა ნაკადები. რაღაცა დრომდე ეს ხერხდებოდა, მაგრამ რაღაცა დროის მერე უკვე რაღაც ზღარის გავლება სერიოზულად შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ თვითონ უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც გაჩნდა უკვე ნელ-ნელა ისეთი ტალღა, რომელმაც უფრო რადიკალიზაციისაკენ წაიყვანა პროცესები. როგორ ფიქრობთ ამ გადასახედიდან, რატომ იქცნენ ეროვნული მოძრაობის ძირითად საყრდენად ახალგაზრდები? ახალგაზრდობაში, როგორც ჩანს, ზოგადად ასაკიდან გამომდინარე, დამოკიდებულებები არის უფრო მაქსიმალისტური და ბუნებრივია ყველა ტიპის განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალგაზრდობა არის წარმმართველი ძალა. მეცაც ვიტყვი, თუ ახალგაზრდობა არ მონაწილეობს რაღაცა პროცესში, საპროტესტო მოძრაობის პროცესს გულისხმობ, ის მოძრაობა ყოველთვის არის ძალიან ნაკლული, იმიტომ რომ ახალგაზრდობას მოაქვს ერთი გაუსვლელობა, რასაც თქვენ ამბობთ, დაუინტერესებლობა, იმიტომ რომ ახალგაზრდობა არ არის დაინტერესებული, თქვათ, ხელისუფლების ხელში აღებით, რაიმე თანამდებობებზე მოსვლით და ბუნებრივად ახალგაზრდობის პროტესტი არის უფრო ბუნებრივი პროტესტი და უფრო ხალასი პროტესტი. ამავე დროს აი ეს რაღაცა მაქსიმალიზმი, რომელიც ახალგაზრდულ ასაკს ახასიათებს და შეურიგებლობა, ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ მე ამას, არაგარიგებულობა რეჟიმთან. და ბუნებრივი ახალგაზრდობა თავისთავადაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და იმ მოძრაობის ინტერესშიც იყო, რომ ახალგაზრდობა ყოფილიყო წინა პლანზე. ვისაც შეწივა საქართველოს დედიღმალზე გული, ვისაც წივა ის აწივარი, რადგან ქართველი ახალგაზრდობა დაასპევს. თუმცა მათი შეურიგებლობა რეჟიმთან და ზოგადად განსხვავებულ აზრთან სულ უფრო ექსტრემისტულ ხასიათს იღებდა. რომ ეს ხატი იყო, მაგრამ ამბობდნენ, ეს ხატი არ არის სანთელი არისო, ამას აკეთებდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური ორგანო კომუნისტი, რომელიც თაობებს შორის მენტალური და პოზიციური სხვაობა იმ პერიოდში ქართული საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური და სათუთი თემა იყო. Получается вот так. Молодежь отдельная, интеллигенция отдельно. Как же это может быть? Как же это может быть так? Молодежь это наше будущее. Цель наша цель, вы понимаете? Повседневная цель. Цель жизни нашей. Цель жизни нашей это, вы понимаете, быть с молодежью и быть с будущим. Самые страшные, Александр Григорьевич, самые страшные половинчаты. Лучше не иметь свободу, чем иметь наполовину свободу. Мы не должны делить так, молодежь и мы. Я не делю так. И вот вы характеризуете, что они интереснейшие. Я тоже согласен частично, но у вас есть и документальные фильмы, где они проявляют себя. Есть экстремизм и есть еще другое, еще хуже экстремизм. С которым я не согласен, не потому, что это присутствие Александра Николаевича я хотел бы сказать, не согласен. Мы не слушаем молодежь не потому, что не хотим, нет, я слушаю, и все товарищи здесь присутствующие, но то, что они ставят и говорят, я не могу слушать. Я коммунист, я не могу слушать. Когда они говорят, что коммунистов нужно расстреливать, я не могу слушать. არათუ კომუნისტი ლიდერებისადმი გაჩნდა ასეთი დამოკიდებულება მაშინდელ საზოგადოებაში. ზოგადად განსხვავებული აზრისადმი გაჩნდა. და მე გაგახსენებთ ახლა აკაკი ბაქრაძე, რომელიც იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამოკვეთილი ფიგურა, ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი და მის ლექციებზე დასასწრებად შეიძლება ითქვას რაიონებიდანაც ჩამოდიოდა ხალხი, ტევა არ იყო ხოლმე
და როდესაც აკაკი ბაქრაძე რაიმე განსხვავებულ პოზიციაში აღმოჩნდებოდა, არ ვიცი გახსოვთ ალბათ ასეთი რამ პარლამენტის მაშინდელი მთავრობის სახლი იყო ისა რუსთაველზე, აკაკი ბაქრაძეს დაუსტვინეს მიტინგზე გამოსვლის დროს. ბაქრაძეს უჭერდი მხარს და მე ვამბობდი რომ ღმერთმა მე შემაძლებიოს იმდენი რაც აკაკი ბაქრაძემ გააკეთა მეთქი. ღმერთმა მე შემაძლებიოს მეთქი. მაგრამ აქ არის საქართველო, მთელი საქართველო. აქ უნდა იყოს აკაკი ბაქრაძე. რატომ არ არის ის? ამაზე წყდება გული. აქ არ იყო აკაკი ბაქრაძე, ესე იგი თქვენ მე ასე გავიგე, როდესაც გამოვიდნენ და აქ ბრძანეს, მათ თქვენს რომ ჩვენი სახელით მონაწილეობს სესიაზე აკაკი ბაქრაძე, ესე იგი ის იყო იქ შესული რომ ყველაფერი მოესმინა და თავისი სიტყვა ბოლოს გამოეტანა. მე ვფიქრობ რომ მან ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება და საინტერესო გადაწყვეტილება გამოიტანა იქიდან. თქვენ ბრძანეთ რომ ის თქვენი მასწავლებელი იყო და არ უშვებდით თქვენ მის ლექციას. და არის მე მაგას არ უარყოფ. ძალიან კარგად მახსოვს სახალხო ფრონტი როცა იქმნებოდა და სახალხო ფრონტის შექმნა ძალიან გავდა იმ პროცესებს, რაც ბალტიისპირეთში მოხდა, ყოველ შემთხვევაში იმ სქემით ხდებოდა. ბალტიისპირელები ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა მათთან, მაგრამ საქართველოში ჩაითვალა, რომ ბალტიისპირეთი მიდიოდა არასწორი გზით და უფრო რადიკალური ქმედებები იყო საჭირო და ამ დროს მაგალითად დაუპირისპირდნენ სახალხო ფრონტსაც და მახსოვს დაპირისპირება მერაბ მამარდაშვილთან, რომელსაც ვერანაირად ვერ დააკავშირებდი ხო კომუნისტურ წყობასთან და იმ იდეოლოგიასთან, მაგრამ რაკეღა ის იყო განსხვავებული აზრის მატარებელი, ასე მოხდა. ვინმეს თუ უყვირს რომ ხალხში და იმაში ყოფილიყო ის რომ ყოფილიყო სიძულვილი კომუნისტურ რეჟიმის მიმართ, ყოფილიყო რომ საქართველო უნდა განთავისუფლებულიყო ამ მარწუხ რაშვაშია ეს იყო ბრძოლა, ესე იგი იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც ყავდა დამონებული. რაც ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ უამრავ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები, რომლებიც იყვნენ ცენტრალური კომიტეტის, ესე ვთქვათ, მუშაკები, მუშაობდნენ, ჩვენ ქონდა ძალიან ნორმალური ადამიანური ურთიერთობა. მაგრამ თვითონ სისტემისადმი, რომ იყო მტრული და უნდა ყოფილიყო, როგორ მაშინ სხვა შემთხვევაში ეს გაუგებარია. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ეროვნული მოძრაობა საკმაოდ მოძლიერდა. ახალი საზოგადოებრივი პოლიტიკური სინამდვილე ერთიანი, ძლიერი და ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ითხოვდა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამის საშუალებით ეპოქალური ცვლილებებით გაჩენილ ისტორიულ გამოწვევებს სათანადო პასუხს გასცემდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მოძრაობის აშკარა ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტოვას მიერ დაარსებული ჰელსინკის კავშირი 1975 წლიდან არსებობდა, ასეთ ანგარიშგასაწევ ორგანიზაციად გახდომის შანსი იმ პერიოდში მხოლოდ 1987 წელს დაარსებულ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ჰქონდა, რადგან ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ძლიერი ფიგურა თავდაპირველად ამ ორგანიზაციის ირგვლივ გაერთიანდა. მისი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე კი თანდათან გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდებოდა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო პირველი ორგანიზაცია ეროვნული მოძრაობის პრინციპში, სადაც ყველა ვიყავით გაერთიანებული, მხედველობაში ვართ არაფორმალური ორგანიზაციები, რომელიც არ იყო რეგისტრირებული საბჭოთა კანონმდებლობის მიერ. შემდეგ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას გამოიყო მეოთხე დასი, შემდეგ გამოიყო ჩვენი ეროვნული ფრონტის ჩამოყალიბდა წმინდა ელემენტის საზოგადოება, შემდეგ წარმოიშვა ეროვნული დემოკრატიული პარტია და რამდენიმე იატაკქვეშა ორგანიზაცია, თქვათ რესპუბლიკური პარტია. რომელს უნდა გაერთიანებია საქართველო თუ არა ილიას და მის ლოზუნგს, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყოდეს. მაგრამ დაფუძნდა ეს და წარმარა დაიწყო ამან ფილიაცია, დიფერენციაცია. გარბოდენ. თუ ჩვენ ქართველებს მართლა ძალიან გვიყვარს საქართველო და პირველ რიგში მისი დამოუკიდებლობა ვისაც ვისწრაფოდით, რატომ უნდა გავერთიანებულიყავით ერთ? მაგრამ აქ უკვე გამოჩნდა, აი მარტო ქვეცნობიერე დონეზე კი არა, ცნობიერე დონეზეც, რომ აი დიდი ჩვენი მეფე მეფეპოეტი არჩილი ამბობდა, უჩემოთ ესე არ წერდა ქართულს და ასე და უჩემოთ ვინ იმღერათა. როგორ ამ დროს გამოჩნდა ამბიციები, რომ მე უნდა მოვიდე სათავეში. და ამიტომ სათავეში თუ არ მოვა, ჯერ მე უნდა მქონდეს თავის პარტია. და თითოეულ ლიდერს და არ მოხსნა 6-7 პარტია შეიქმნა ამ ბაზაზე. და ყველა ლიდერები გახდნენ, პატარა ლიდერები. ჭავჭავაძის საზოგადოებაში ყველა ეროვნული ძალები არ იყო. მაგალითად ზვიად გამსახურდი იქ არ იყო. ის თავისი ის ჰქონდა, თავისი მრევლი ყავდა იყო. ამას 18 მარტს
რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში შედგა სამფუძნებელი კრება სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების. ამ პერიოდში შეიძლება ითქვას ხელისუფლებამ ეროვნულ მოძრაობას რუსთაველის საზოგადოება დაუპირისპირა, რომელშიც ძირითადად ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი. რუსთაველის საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ ირაკლი აბაშიძე აირჩიეს, მოგვიანებით კი ის აკაკი ბაქრაძემ შეცვალა. ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსებას ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერნი ეჭვის თვალითა და ცინიზმით შეხვდნენ. ხოდა, რუსთაველის საზოგადოება შეიქმნა როგორც ოთხის გამოშვების საშუალება. ჩაუყენდა სათავეში ირაკლი აბაშიძე, რომელიც იყო, მოხდა ვთქვათ, კომუნისტური ფრთის წარმოადგენელი იყო. მაგრამ რაღაცებს აკეთებდა, პატრიოტული გზნობა ქონდა, მისაღები კაცი იყო. ჩაუყენდა სათავეში. მაგრამ რა თქმა უნდა, რუსთაველის საზოგადოება გარდა ასე ვთქვათ, კოსმეტიკური ზომებისა, არაფრის არც გამკეთებელი იყო და არც მომთხოვდა. გავითვალისწინოთ ის პირობებიც, რა პირობებშიც უხდება ამ ორ საზოგადოებას. ერთს ფაქტიურად არა ლეგალური სახით უწევს მუშაობა, მეორე კიდე ყოველგვარ დახმარებას ღებულობს სახელმწიფოდან, თუნდაც იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მეოთხე დასის მუშაობას, რომ ხალხის მასების ყურადღება მიიპყროს და ამით ჩამოაშოროს ამ საზოგადოებას მოაზროვნე თუ მოაზროვნე არა, ყოველ შემთხვევაში ლოიალურად დამოკიდებული ხალხი. ერთი კითხვა თუ შეიძლება კიდევ. აი თქვენი დამოკიდებულება ვთქვათ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდიუმის რამოდენიმე წევრს დაგისახელებთ მე თქვენ. აკაკი ბაქრაძის, მარიკა ლორთქიფანიძის, ოთარ ჭილაძის, გურამ გეგეშიძის, ამათ მიმართ თქვენ ბრძანეთ რომ ის ლეგალური საზოგადოება არის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება არალეგალური და ამიტომ მხარდაჭერა აქვს რუსთაველის საზოგადოებას ილია ჭავჭავაძეს არა. აი ეს ადამიანები ვინც მე დაგისახელებთ, თქვენში ავტორიტეტით და სიყვარულით, პატივისცემით სარგებლობენ თუ არა და უწევთ თუ არა მათ ას თქვენ ანგარიშს? ესა რაღაცა ანგარიში არ გაუწიო ისეთ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ალბათ ბეცობა იქნება, რა პოლიტიკური ბეცობა, მაგრამ უნდა მივაქციოთ ყურადღება რა ხრივ დავაფასებთ იმათ ამას. ისინი როგორც მეცნიერები, მოღვაწეები, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ დღესდღეობით როცა აშკარად აი დღეს უჭირს საქართველოს არჩევან ისინი ხალხის გვერდით. ხალხის გვერდით კი არა, მათ მეტი მოეთხოვებათ. ისინი ხალხის წინამძღოლები უნდა იყვნენ და არათუ წინამძღოლებას, არამედ თანადგომასაც ვერ კისრულობენ. თავიდან ჩვენ ისე აქტიურად ჩავებით და ენთუზიაზმით მივიღეთ ეს, რომ აი ინტელიგენციის გაერთიანება მოხდება, ამ ინტელიგენციას საშუალება ექნება თავისი რაღაცა აზრი გამოთქვას, თავისი პროგრამა შექმნას, თავისი გეგმები შექმნას და მიმართოს ხელისუფლებას, რომ ნელ-ნელა იქნას საზოგადოებას, რომ ნელ-ნელა იქნება გამოვიდეთ ამ საშინელი კრიზისული მდგომარეობიდან. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ხა სწორი იყო ეს თუ არ იყო, ჩემის აზრით არ იყო სწორი. დაიწყო საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ რუსთაველის საზოგადოება შექმნა ხელისუფლებამ, შექმნა ჭავჭავაძის საზოგადოების წინააღმდეგ, შექმნა ეროვნული მოძრაობის ჩახშობის მიზნით, რომ ვინც იქ არიან, ეგენი არიან მოღალატეები, ასეთები, ისეთები. განსხვავებული ვითარება გახლდათ პალტიისპირეთსა და მეზობელ სომხეთში, სადაც საკუთარი ინტელექტუალური ელიტის უსიტყვოდ სჯეროდათ. მის პატრიოტიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეჰქონდა. მაშინ მახსოვს ორჯერ ჩამოვიდნენ აქ, ვითხრეს, გველაპარაკებოდნენ, გვირჩევდნენ პირდაპირ, რომ მოიქცევით ასე. არ გამოვიდა არაფერი არ გამოვიდა. ეთყობა იყო რამდენიმე კაცი ისეთი, რომელთაც ახალგაზრდობა, შემდეგი თაობა უფრო მეტ ანგარიშს უწევდა და ისინი ეთყობა ძალიან ძლიერად მუშაობდნენ ამ საბჭოთა პერიოდის ინტელიგენციის წინააღმდეგ. რამაც ჩემის აზრით უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს ეროვნულ მოძრაობაზე. აქ რომ გაერთიანება მომხდარიყო, იქ სამი ქვეყანა გაერთიანდა ფაქტიურად. ყველამ ერთმანეთს ანგარიში გაუწია. თუ იმის რამე დაფასება ჰქონდა, ყველას ასე ვთქვათ ანგარიში უწევდა. აქ კი იყო მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება. მე თვითონ კაკო ბაქრაძე ეცადა, რომ აი ეს გაეკეთილშობილებია და მოდერნიზაცია, ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ მიაღწია. ჩვენ გამომავლობა შეგვაჩვენეს. ამიტომ ვიღოთ ერთად, თუნდაც ცოტა ხნით,
რომ ის სისხლის წვეთი აკარჩავარდეს. რუსთაველის საზოგადოებამ რაც დააყენა საკითხები და იყო ფაქტიურად ის მხარს უბამდა ეროვნულ მოძრაობას, მაგრამ მაშინვე წავიდა. ამას აკეთებენ, იმიტომ რომ ხალხი მოატყუონ და სინამდვილეში ეგენი მთავრობის მიერ დაყენებული არის. მე გეკითხებით, ვინ და თუ არა გჭირდება თუ არა თავისუფლება ჩვენ? აუცილებელია. ამისათვის რა არის საჭირო? ამისათვის არის საჭირო ნებისმიერი ჩვენი მოქმედება იყოს ღირსეული მეგობრებო. ამავე დროს სასაფლელია გონიერი, მაგრამ გეუბნებით, ღირსეული და გონიერი ერთმანეთს არ სჭირდება არასოდეს. მაგრამ ღირსება და გონება ერთად დგას. და უღირსებს ყოველთვის წარწმუნდია გონება ღვთის მიერ. ეროვნულ მოძრაობაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ტაქტიკურ ნაწილში ერთიანობა თავიდანვე დაირღვა. ახალ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ორი ძირითადი ფრთა გამოიკვეთა: რადიკალები და ლიბერალებად წოდებული ზომიერები. ისინი, ვინც ევოლუციის და ისინი, ვინც რევოლუციის გზით აპირებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. იცით, ეროვნული მოძრაობა მაშინაც არ იყო ერთიანი, როგორც თქვა, რაღაც ილუზია არსებობს. სიტყვა რადიკალიზმიც ძალიან ხშირად გაისმოდა, დაუმორჩილებოდა რადიკალიზმი და ასე შემდეგ. ამ საკითხში ერთიანობა ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილა. ის უნდა ყოფილიყო კონკრეტული მიზანდასახულობა აქციების, რა თქმა უნდა დამოუკიდებლობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, იმიტომ ის ვისაც ლიბერალებს ეძახდნენ, ეს თავიდან მოგეხსენებათ, რომ ჭავჭავაძის საზოგადოება შეიქმნა, მერე მოხდა უკვე სხვა ორგანიზაციების გამოყოფა, რომლებიც თავს რადიკალებად აღიქვამდნენ და აი ეს მიმართულება, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ისინი ლიბერალებს უწოდებდნენ. ისინი თვლიდნენ, თვლიდით შემდა პირველ პირშიც თქვენ მეც მონაწილეობდი ამაში და ამ პოზიციას ვიზიარებდი, თვლიდით, რომ ყოველ კონკრეტულ აქციას უნდა ქონოდა რაღაც მიზანდასახულობა, იმიტომ მარტო დამოუკიდებლობის ლოზუნგი არ კმაროდა, ჩვენ ასე ვთვლიდით. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის ლოზუნგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო და ჩვენი საბოლოო და მთავარი მიზანი ეს იყო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ ეს დამოუკიდებელი გახდებოდა საქართველო, მას საჭიროა ნაკლები პრობლემები ქონოდა და იყო საკითხები, რომელიც მაშინ უნდა გადაწყვეტილიყო. მე მგონია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება დამოუკიდებლობის საკითხში რადიკალურად იბრძოლოთ. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას და ძალიან ბევრ ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებლობა უნდა მოპოვებულიყო არჩევნებში მონაწილეობის გზით. ამაში მაინც ისინი არ ცდილობდნენ. ისეთ შეიძლებოდა და ასეთ შეიძლებოდა. მაგრამ მე მგონია, რომ თანაკოჩხეიძე დამოუკიდებლობის საკითხში რადიკალი არ იყოს. როგორ ხარ მივაყენებ შეურაცხყოფს, იმიტომ რომ რადიკალიზმი შეიძლება მეთოდებში იყოს განსხვავებული. თავისუფლების საკითხში რადიკალი არ არის მხოლოდ მონა. შეიძლება რომ მოძრაობაში ტაქტიკასთან დაკავშირებით იყოს ასთა სხვა. ეს სხვათა შორის თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ქვეყანას. საფრანგეთი, ამერიკა, ინგლისი, რომელ სადაც ეგეთი რამე არ ყველგან იყო განსხვავებები ასთა სხვა. ეს აბსოლუტურად ყველგან ხდებოდა. რომ იყო მთელ სხვადასხვა ფრთებს შორის ძალიან მწვავე დაპირისპირება, განსხვავებული მიდგომები, აზრები, ეს ნორმალური მოვლენაა. ეს ტერმინოლოგია, რომ ვიღაცა არის შეურიგებელი ოპოზიცია და იგულისხმება, რომ ვიღაცა არის შერიგებელი ოპოზიცია, ეს ბლეფი მოგონილი იყო იმათ მიერ, ვინც შეურიგებელი დაირქვა. ბევრი ბადგარის მოქმედება შემდეგში გამოჩნდა, როგორი შეურიგებლები არიან გამოჩნდა. მაგრამ თავიდანვე, როცა ეს ტერმინები გაჩნდა, შემრიგებელი არავინ არ იყო, ყველა იყო შეურიგებელი. 1988 წლის 12 ნოემბერს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მეოთხე დასმა იპოდრომის ტერიტორიაზე პირველი სანქცირებული მიტინგი გამართა. თავყრილობას 30,000-მდე ადამიანი დაესწრო. მაშინ პირველად გაიჟღერა მოთხოვნებმა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის შესწორებათა გაუქმების, საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღების, ეროვნული არმიის შექმნისა და დემოკრატიული მრავალპარტიული სისტემის დაშვების შესახებ. მიტინგზე გამოთქმული მოთხოვნები არც იმ პერიოდში ეწინააღმდეგებოდა საღაზრს, თუმცა აქციის ზოგადი ფსიქოლოგიური განწყობა მაინც დაძაბული იყო. მაშინ პირველად გამოჩნდა ის ლოზუნგებიც, რომელმაც ეროვნული მოძრაობის დინებას საკმაოდ სახიფათო მიმართულება მისცა. ოთხმოციანი წლები მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა საბჭოთა ეპოქისათვის. მისი რყევის პარალელურად სისხლიანი ასოებით იწერებოდა კავკასიის თავისუფლების მოყვარე ერების უახლესი ისტორია. ნანგრევების ქვეშ ყოფნის საშინელებას დიდხანს გამოწვდის უბრალო ხალხი.
Я не боюсь. Я боюсь от ненависти. Кто виноват? Я кому обращаться? Кому? Кто виноват? Кто завел? Ну хорошо, здесь в Грузии, не Осетии, а на Горном Карабахе, в Ливии. Кто виноват? Ну как не надо? Вы виноваты.